მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ჩვენ ამერიკაში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელმაც ერთი ჩვეულებრივი დღე ახალი ცხოვრების დასაწყისად აქცია. ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ანა აბრამიშვილი და მისი ხელახალი დაბადების თარიღია 2021 წლის 17 სექტემბერი. ანუ დღე, როცა მისი ცხოვრება ორად გაიყო, მანამდე და მას შემდეგ. დღეს ანა არის ძლიერი ემიგრანტი ქალი, მარტოხელა დედა, ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდება და სწავლობს, თუმცა აქამდე მოსასვლელი გზა არ ყოფილა არც მარტივი და არც ჩვეულებრივი. ანა, სანამ შენ გამარჯვების ისტორიაზე გადავალთ, მინდა შენ თვითონ მოუყვე ჩვენს მაყურებელს, ვინ არის ანა აბრამიშვილი და როგორი იყო შენი ცხოვრება იმ მოვლენებამდე, რომელმაც შენი ცხოვრება იმ მომენტში თავდაღირა დააყენა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში შენ, რომ გადაწყვეტი ამ პოდკასტის სტუმარი ყოფილიყავ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მართლა. ვინ ვარ მე? მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ქალი, მარტოხელა დედა, რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ყოველდღიური რუტინა, არაფერი განსაკუთრებული საუზმიდან დაწყებული, სამსახური, სწავლა, განვითარება, მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ის, რაც მოხდა, რაღაც ძალიან უცნაურ, ძალიან ჩვეულებრივ სიტუაციაში დამემართა ჰემორაგიული ინსულტი, რაც ნიშნავს იმას, რაც მეც თვითონაც არ ვიცოდი, მოგვიანებით გავიგე, აღმოჩნდა, რომ მე მქონდა ანევრიზმა, რომელიც გამისკდა. როგორ გამოვლინდა პირველად, რომ რაღაც ფრიქსი არ იყო და რა იყო შენი ემოცია ამ დროს? თვითონ ამ დაავადებას, არანაირი სიმპტომი არ აქვს, არანაირი სიმპტომი არ გააჩნია, სანამ არ დგება შედეგი, ის რაც დგება და მე ვარ იმ ძალიან იღბლიან ადამიანებს შორის, ვისაც ეს დიაგნოზი დაემართება და ანევრიზმა უსკდება და გადარჩებიან, სრულიად ჯანმრთელები. ამას არანაირი სიმპტომი არ აქვს, მაგრამ სიმპტომი ერთადერთი, რის შემდეგაც მე გავიგე ამ დაავადების არსებობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში, იყო ჰემორაგიული ინსულტი, სხვა არაფერი. სანამ საშინელი შედეგი დგება და, მაგრამ დგება საშინელი არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ყოველთვის ძალიან ბევრჯერ მithქვამს ხოლმე ცხოვრებაში, რომ მადლობა ამ დღეს, ამ ინსულტს, რომ დღესდღეობით ცხოვრებაში მე მოხდი ისეთ ქვეყანაში, რომელმაც მე მართლა მომცა შესაძლებლობა, რომ ხელმეორედ დაავადებულიყავი და განმეცადა ტრანსფორმაცია, რასაც ქვია, ჩემი ამ ქვეყანაში გადმოსვლა. ანა, რა იყო ყველაზე რთული ამ ახალ რეალობაში და როგორი გახდა შენი ცხოვრება ამ დიაგნოზთან ერთად? არ ყოფილა ადვილი იქიდან გამომდინარე, რომ შენი ცხოვრების ხარისხი რადიკალურად იცვლება. შენ არ გაქვს ესე შენინებით მოგზაურების უფლება, იმიტომ რომ შენ არ იცი რანაირად დამთავრდება მე ეს მოგზაურობა, იმიტომ რომ შენ ჯერ არ გაქვს არანაირი მკურნალობა ჩატარებული და რა თქმა უნდა, შენი ცხოვრების ხარისხი, სადღაციდან ჩამოდის დაბლა, იმიტომ რომ ვერც მუშაობ, იმიტომ რომ არ იცი ეს რამდენად შეიძლება შენთვის და ელოდები რაღაცას, რომ გამოჩნდეს ვიღაცა შენ ცხოვრებაში, ვინც შენ ცხოვრებაში ამ კოშმარს დაასრულებს. მე არ ვამბობ, რომ რამე ისეთი განსაკუთრებული რაღაც მაწუხებდა, ხელფეხში გრძნობელობას დამებრუნდა, არ მქონდა არანაირი პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ის შიში, იმ ყველაფრის რა ტკივილსაც განიცდი, ძალიან, არ მინდა რომ დავამძიმო, მაგრამ ძალიან სერიოზული ტკივილები არის, არ გინდა რომ მეორედ განიცადო ცხოვრებაში, უბრალოდ დასრულდა, იმიტომ რომ იცი რომ შეიძლება ერთ დღეს რადგანაც ეს ცხოვრებაში მოხდა და გაგიმართლა და შენ უბრალოდ გადარჩი, ეს შეიძლება ყოველდღე არ მოხდეს. გასდევს შიში უკვე. კი, შიში, და მე იწყება გაცნობიერება და მართლა ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია მოახდინა ჩემს ცხოვრებაში ამ დღემ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ცხოვრებას სულ სხვანაირი რაკურსით უყურებ, იმიტომ რომ ერთხელ უკვე მოგეცა მეორე დაბადების შანსი, იქიდან გადარჩი, სადაც გადარჩენის შანსი არის ძალიან ძალიან მცირე, იქ გადარჩი, იმ იღბლიანი ადამიანების სიაში ხარ და ამიტომ ყოველთვის ძალიან მადლობელი ვიქნები და ვარ, იმ დღის რამაც არის გამოცდილება მომიტანა და ამ ყველაფრამდე მომიყვანა. მაგარი გოგოხა. როგორ დაიწყო მკურნალობის და ამ დიაგნოზთან გამკლავების, შებრძოლების პროცესი? მკურნალობა არ ჭირდებოდა, ერთადერთი რაც მე მჭირდებოდა იყო ოპერაციული ჩარევა, სასურველი იყო ღია ოპერაციული ჩარევა, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოში კი არა და შემდგომ როდესაც კოვიდი დაიწყო, კოვიდის პერიოდში მომიწია რომ მეძია
ანუ ჩემი დიაგნოზის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბევრ კლინიკას მივაწოდე ინფორმაცია, რომ დამხმარებოდნენ ანუ პრობლემის მოგვარებაში. ისრაელიდან, ანუ ისრაელთან მქონდა კონტაქტი და მათ მითხრეს, რომ აუცილებელი იყო ჩემი წამოსვლა შეერთებულ შტატებში, რომ მკურნალობა წარმატებით დასრულებული იყო, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა მითხრა უარი ანევრიზმის მდებარეობის სირთულის გამო და ეს კიდე დამატებით ანუ დიდი წინააღმდეგობაა, როდესაც შენს ცხოვრებაში ანუ არ არსებობს ექიმი, რომელიც შენს პრობლემას შველის, ანუ მაგრამ ესე არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ მე აღმოჩნდი კიდევ უფრო იღბლიანი ადამიანების სიაში, რომელსაც მართლა გამოვიჩნდა საშველი და მკურნალი ექიმიც, რომელსაც მე მართლა ძალიან მადლიერი ვარ, მე მას მივეცი ამერიკაში ჩემს თავზე, ანუ ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება, ანუ ჩემს თავზე მან ჩაატარა 14 საათიანი ღია ქირურგიული ჩარევის ექსპერიმენტი და ეს ექსპერიმენტი, როგორც ხედავთ, წარმატებით დასრულდა. მართლა ძალიან დიდი მადლობა, ანუ როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ანუ თქვა რაღაცა, ანუ სიტყვები ზედმეტი არის, როცა ამხელა რაღაცას გიკეთებს ქვეყანას სრულიად უსასყიდლად, იმიტომ რომ შენ მათ ცხოვრებაში ხელი შეუწყე, რომ მეცნიერება წასულიყო წინ და მე ძალიან მადლიერი ვარ აი ექიმის და ამ ქვეყნის პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ მომცეს შანსი იმის, რომ ხელახლა დაავადებულიყავი და ნამდვილად ეგ დღე არის 17 სექტემბერი, როცა მე გავიკეთე ეს ოპერაცია. და დაიბადე ახლეთ. დიახ. უფრო ცლად რომ გითხრა, როგორ დაიგეგმა შენი ამერიკაში წამოსვლა და რა დაბრკოლებები შეგვხდა აი ამ პროცესში? ამერიკაში წამოსასვლელად დამეხმარა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელსაც თვითონაც რაღაცა შეხება ჰქონდა ნეიროქირურგიასთან და მე მის დედას ვთხოვე დახმარება მოიძებნა ამერიკაში და მომიძებნა პენსილვანიის უნივერსიტეტში ექიმი, რომელმაც გადახედა ჩემს დოკუმენტაციას, რისთვისაც მართლა ძალიან დიდი მადლობა მას, ანუ ჩემი ცხოვრების სიცოცხლის გაგრძელებაში მართლა დიდი წვლილი მიუძღვის, ყოველთვის მადლობელი ვიქნები და მოძებნა ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩემს თავზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, მაგრამ ანუ მანამდე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო თანხა, რომელიც მე მომთხოვა კვლევითმა ცენტრმა გადახდის წინასწარი რო გადამეხადა წამლებისათვის, რაც მათ დასჭირდებოდათ ამ ექსპერიმენტში და ეს თანხა იყო $72,000 და ანუ საქართველოსთვის ანუ ძალიან ცოტა დიდი თანხა არის და ამისთვის ჩემმა მეგობრებმა, ანუ ჟურნალისტები არიან ნათია კოპალიანი და ზურა თორი არიან ჩემი ძალიან მაგარი მეგობრები არიან, ანუ არც მინდა რომ კიდე სხვა სახელები გამოვაკლო, ანუ უბრალოდ ამ ადამიანებს იმიტომ ვახსენებ, რომ რადგან ჟურნალისტები არიან ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს გადარჩენაში, მათ გაავრცელეს ჩემი ინფორმაცია ტელევიზიით, ანუ ჩემი ზურა თორია ფლობდა ჯგუფს, ანუ Facebook ჯგუფს, სადაც პოსტებს წერდა და ანუ ადასტურებდა და რაღაც ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოში ესე კაპიკ ანუ ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩამირიცხა მე ფული და ეს თანხა იყო ანუ იმ თანხას ნახევარზე ბევრად მეტი ვიდრე მე უნდა გადამეხადა აქ და დანარჩენი კიდე ჩემმა მშობლებმა გაყიდეს თავიანთი კუთვნილი ბუდე სახლი რომელშიც გავატარეთ მთელი ბავშვობა და მთელი ცხოვრება ჩვენ და წამოვედი ესე ამერიკაში მცირეწლოვან შვილთან 14 წლის შვილი 14 წლის იყო მე მგონი ირაკლი და ძმასთან ერთად და დავიწყეთ საერთოდ ნულიდან. რა შემოგთავაზა ამერიკამ ისეთი, რაც ვერ მიიღე საქართველოში მკურნალობის კუთხით? ჯერ ერთი ის რომ აქ სხვა დონეზე არის ანუ კვლევები ტექნოლოგიები, მეცნიერება განვითარებული და ამაში მე ვერ დავადანაშაულებ ვერც ლოკალურად, ვერც საქართველოს და ვერც სხვა ქვეყანას, ანუ ვინც არ უნდა იყოს გლობალური მოთამაშე, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი არის მეცნიერება და ამ მეცნიერებაში დევს უზარმაზარ რესურსებს, ანუ ფინანსებს, რისი საშუალებაც თვითონ ქვეყანას გააჩნია. ყველა ქვეყანას და როგორც ადამიანებს ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ჩვენ სხვა ადამიანებს თავიანთი პრიორიტეტების გამო ხო არ გავკიცხავთ და დავაკნინებთ. ანუ რა თქმა უნდა, ეს არის დემოკრატია და ყველას არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ანუ ქვეყნის არჩევანსაც პატივი უნდა სცე. ანუ მე ეს ამერიკა აღმოჩნდა ის ქვეყანა, სადაც მეცნიერება, ანუ
გახდა საწინდარი იმისა, რომ მე დღეს გადავრჩი და ცხოვრება თავიდან დავიწყე არა მარტო მე, ანუ ჩემი თითოეული ოჯახის წევრმა, რადგანაც მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ნებისმიერი ექიმისთვის, ანუ როგორც არ უნდა დამთავრდეს შენი სამედიცინო ისტორია, რაღაც სამედიცინო სტატისტიკაში შევა ან უარყოფითად ან დადებითად, მაგრამ შენი ოჯახის წევრებისთვის შენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, შენი შვილისთვის, ანუ მით უმეტეს როგორც მე მარტო ხელა დედა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა და იმ შესაძლებლობისთვის, რომ მე მარტო ხელა დედა ან არ დავრჩი ხეიბარი, რას ნიშნავს ხეიბარი? იცით, როდესაც თქვენი ცხოვრების ხარისხი არ არის მაღალი რაღაცეებში შეზღუდული ხარ. ეს არ არის კარგი, ანუ მე მგონია, რომ დამატებით სტრესს უქმნის შენს გვერდით მყოფ მცირე წლოვან მინიმუმ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არაფერში არ სჭირდება. ანუ ზედმეტი სტრესი, ისედაც ხო სტრესი არის, როდესაც შენ მარტო გზრდის ვიღაც და ახლა ის ვინც გზრდის, ის იმას აფრთხე ემუქრება. მგონი რომ კარგი არ არის და ანუ მე არ მინდა რომ ვინმე რამეში დავადანაშაულო. მე ყველასი მადლობელი ვარ და სულ ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ ჩემი საქართველო შეიძლება ტექნოლოგიებში წინ არ არის, მაგრამ სამაგერად ადამიანური რესურსი აქვს ყოველთვის წინ და მე მათმა სიყვარულმა, მათმა თანადგომის ემპათიის უნარმა მომიყვანა აქამდე და ვარ ეხლა ბედნიერი, ყოველთვის ბედნიერი ვიყავი ჩემი არჩევანით, იმიტომ რომ გაცნობიერება გული მქონდა ხოლმე ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი და ანუ ძალიან მადლობელი ვარ ამ ქვეყნის მაგიტომ რომ ეს ძალიან ბევრი შესაძლებლობები მომცა ჯერ მინიმუმ რო ცოცხალი ვიყოთ ამერიკიდან და არჩევანი გაქვს რომ კიდე სხვა რაღაცებიც გააკეთო მაგალითად ჩემი შვილი სტუდენტია ანუ მე ვსწავლობ ანუ მუშაობ და ისე რა ანუ ცხოვრება სხვანაირად წავიდა ანუ 51 წლის ასაკშიც კი როდესაც ამ ხელა რაღაცა ტრამვას გადაიტანდა თავზე გაქვს უდიდესი ლამაზი შრამი მე პირადად ძალიან მიყვარს და მეამაღება ეს შრამი ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი რა ანუ ძალიან რთული იქნებოდა ამ ყველაფრით საქართველოში რეგენერაცია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ საქართველოში უფრო ანუ არ აქვთ მიმღებლობა ამ ასაკში სრულიად ნულიდან რო დაიწყო რაღაცეები და ამ ქვეყანაში ყველაფრის მიმღებლობა არის, რასაც ძალიან მივესალმები, რომელიც ძალიან კარგი არის, რადგანაც ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მარტოხელა დედას, საქართველოშიც კი რო რთულია ამ ტვირთის ტარება, იმიტომ რომ შენ ერთი არ ხარ, ორი უნდა იყო და ორი რო არ ხარ, ანუ ორი რო ხარ, ანუ დღეც და ღამეც ერთნაირად გჭირდება, ანუ არ არის ეს ადვილი რა, ანუ განა იმიტომ რომ რაღაცაზე წუწუნების შეგნებული არჩევანი არის, მაგრამ საქართველოშიც კი როდესაც ოჯახის გარემოცვაში ხარ, ანუ არ არის ადვილი და მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ტვირთი, ეს არის ზედმეტი პასუხისმგებლობა, რაც დამატებით რაღაცეებს რთავს ტვინში, როგორ იყო უფრო მეტად ახალგაზრდა, ლამაზი და ბედნიერი. მუდმივად ვითარდებოდი, როგორც შენ. კი ბატონო. არ ჩერდებოდი არა. კი ბატონო, არასოდეს არ გაჩერდე. კარგი, როგორი აღმოჩნდა შენი ცხოვრება ამერიკაში მკურნალობის პარალელურად? ამერიკაში ჩემი ცხოვრება მკურნალობის შემდეგ არ ვიცი, ანუ დაიწყო, ანუ ადვილი არ არის. ყველაფერი იწყება ნულიდან, შენ არავინ არ ხარ, ანუ არ შენი განათლებით. საერთოდ არავის არ აინტერესებს, რას აკეთებდი საქართველოში, მაგრამ ანუ ეს რა ვინმეს დააინტერესდე, მაგამდე უნდა გაიარო რაღაცა გზა და ეს გზა არის ის, რომ უნდა გაიგო, რას აკეთებენ ამერიკელები. მთელი დღის განმავლობაში და ეს გზა არის მართლა ძალიან საინტერესო, ანუ მათი ცხოვრების სტილი და მოხდი კვების ინდუსტრიაში, შევისწავლე რაღაცეები და ცოტა სასმელის ინდუსტრია, ანუ ბარს შევეხები, ჩემი საყვარელი ადგილი არის. მოკლედ ბარი. ჩვენ ეპიზოდამდე დავაგემოვნეთ უკვე. ანას უგემრიელესი კოქტეილები. ეს ცხოვრება ანუ ამერიკაში ნებისმიერ პოზიციაზე საჭმლის კვების ინდუსტრიაში რასაც შეეხება, ანუ მიმუშავია და ანუ ყველა პოზიცია მიყვარს იქიდან გამომდინარე და ყველა პოზიცია მომძაძალა, ზოგჯერ მანქანა ვიყიდე, ზოგჯერ რაღაცა ვიყიდე, ანუ ძალიან დიდი мотиваციას მაძლევდა ყველა ნაბიჯი და მე მივედი რაღაცა ეტაპამდე და გადავწყვეტე რომ ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა ისევ სწავლისთვის და განათლებისთვის და წელს რადგანაც
ვისწავლე უკვე ტაქსების, ანუ აქაულის შემოსავლო გადასახადების დათვლა კერძო პირებზე, გადავწყვიტე რა უფრო გამიღრმავებინა ჩემი ცოდნა და საქართველოში მიღებული ცოდნა და განათლება PR, მენეჯმენტი და ფრანგული ენის პედაგოგიკა გადავედე გვერდზე და გამეკეთებინა ყველაფერი ახლიდან და დავიწყე ახალი პროფესია, მოკლედ დავიწყე ბუღალტერიის სწავლა და ახალ სამსახურში ვიქნები ალბათ სულ მალე, იმიტომ რომ მალე მივიღებ ლიცენზიას ერთ-ერთი მოწინავე სფეროში ამერიკაში. წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში მთელი გულით და ესეთი კითხვა მაქვს კიდევ როდის გააცნობიერე რომ შენ უკვე აღარ იყავი პაციენტი და უკვე იყავი ადამიანი რომელმაც დაიწყო ახალი ცხოვრება ამერიკაში არ ვიცი, ანუ რაღაც არსებობს რაღაცა ეტაპი, რასაც გაუცნობიერებლად გადიხარო, გაიარო რაღაცა ეტაპები, რომ გაიგო სად ხარ, როგორ ხარ, ვინ არის ეს ხალხი, რა შესაძლებლობები აქვს, როგორი ტიპის დამსაფრთხმებლები არსებობენ. პაციენტობა სად დაქცალდება ამერიკაში, ვის რა შეაინტერესებს უდად ხარ თუ რა გჭირდა. ანუ უბრალოდ იცი რა არის, ანუ როდესაც ოპერაციის შემდეგ ადამიანმა ექიმმა მითხრა, რომ მე 90% მქონდა ამოღებული ანევრიზმის, მაშინვე მივხვდი, რომ 10% სასიკვდილო დიაგნოზი ნამდვილად არ იყო და ავადმყოფობის დრო ამერიკაში საერთოდ არავის არ აქვს. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ რაც უფრო მალე მიხვდები, სად ხარ, როგორ ხარ, რატო ხარ, რა გამოგიყვანს იმ მდგომარეობიდან, რაც არ მოგწონს, მით უფრო უკეთესი არის შენს ცხოვრებაში. ანუ ტირილი არასდროს არ უნდა დაიწყო, მინდა გითხრათ, რომ მე ოპერაციიდან სახლში რომ გამომწერეს, ანუ მახსოვს 2 კვირაში ფეხით ჩავედი დაახლოებით 1 კილომეტრზე მამაკაცების სილამაზის სალონში და გადავიხარცე თავი, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ჩემთვის, ანუ ოპერაციის შემდგომ ექიმმა დამოვალა, რომ ბავშვი შამპუნით უნდა დამემბანე თმა და ანუ ეს დამატებითი პრობლემა იყო, იმიტომ რომ ბავშვი შამპუნით როცა იბან ჩვეულებრივ თმას, ანუ გიხდება როგორც დრედები და მეთქი ამას მე ყოველდღე ვერ ვიზამ და გადავიპარცე თავი. ანუ და თავი რო გადავიპარცე, მინდა გითხრა რომ ძალიან მიხდებოდა, უბრალოდ ახლა ცოტა ღრმა შამი დამრჩა და მოგიტომ აღარ ვიჭრი თმას დაბალზე, თორე გადაპარცული თმა ძალიან მომწონდა, მაგრამ ანუ მე რაღაცა პერიოდის განმავლობაში რაღაცა ჭრილობაც სანამ შემიხორცდა რაღაცა, ანუ დაახლოებით ოპერაციის გაკეთებიდან მე-5 თვეს მე ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობა დავიწყე და აი ზუსტად მაგ დროს მივხვდი, რომ მე ნამდვილად არ ვიყავი პაციენტი, მე ვიყავი სრულფასოვანი ადამიანი, ანუ რგოლი ამ საზოგადოებისა, რომელსაც უნდა დაეწყო ყველაფერი ნულიდან, რომ გაიგო სად იყო, რა კულტურა იყო აქ, როგორ სულდგმულობენ ადამიანები და რა ხდება ჩემს ირგვლივ და აი კვების ინდუსტრია მიმიყვანა იქამდე, რომ მართლა ძალიან კარგად გავიგე სად ვარ, როგორ ვარ და რატო ვარ და რა ვიცი, ანუ ძალიან ბევრი სიკეთე დამანახა ამ ქვეყნის მოკლედ რა. ძალიან მაგარია. მოდი ახლა გადავიდეთ მეორე რუბრიკაზე. დოურაში გვაქვს კითხვები, შემიცი უკვე ჩვენი რუბრიკის, ასე ვთქვათ, შინაარსი. ამოვიღოთ კითხვები და ვუპასუხოთ. თანმიმდევრობით. ნახოთ. ყველას უნდა უპასუხო? თუ დაიღლები გავაჩერდეთ. მაინტერესებს რა. წაიკითხე ხმამა. რას კარგავს ადამიანი ემიგრაციაში, რასაც ვერანაირი წარმატება ვერ ჩაანაცვლებს? ეს ჩემი საყვარელი კითხვა და ყველა რასპოდენს უსვამ ხოლმე. მე იმას ვამბობ, რომ მე რასაც კარგავ ემიგრაციაში, რასაც ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, არის ანუ ჩემი ოჯახისგან, ჩემი მშობლებისგან სიშორე, რომელიც ანუ არ ვიცი რა მათაც ძალიან აღავლებს, მაგრამ მე პირდაპირ მნიშვნელობით მკლავს. იმიტომ რომ მგონია, რომ ანუ იმას საკში რა საკში ისინი არიან, ანუ იმსახურებენ, რომ მე ვიყო მათ გვერდზე. და ანუ მგონია, რომ ყველა მშობელს უნდა ყავდეს შვილი რაღაცა კონკრეტული ასაკის შემდეგ გვერდზე, ანუ არ ვიცი, ანუ შეიძლება რაღაცას ვაჭარბებ და ზედმეტად ემოციური და სენსიტიური და ემპათიური ვარ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესე არის რა, ანუ მე მინდა რომ ჩემი მშობლები ჩემს გვერდზე იყვნენ რა. მინიმუმ ერთ ქვეყანაში შეიძლება ერთ ჭერქვაში არ გქონდეს, ანუ ადგილი, მაგრამ ანუ მინიმუმ ერთ ქვეყანაში მაინც უნდა იყო და ან მინიმუმ თუ ერთ ქვეყანაში არ ხარ, ანუ წასვლა მათ უნდა გქონდეთ ამ ქვეყანაში მოსვლის შესაძლებლობა, ანუ რომ შენ არ გქონდეს იქ დარდი
დარდი, რომელსაც ანუ ემიგრაციის დარდი არის, მარტო ეს დარდი, ანუ მშობლების დარდი, სხვა დარდი არ აქვს, ანუ ემიგრაციას არავინ არ თქვას, რომ რაღაცა განსაკუთრებული ხდება იქ, ანუ რაღაცა არ ხდება. და ადამიანების მონატრება. და ეს არის ალბათ რომ ამბობ, ამ სამშობლოს მონატრება არის, ფიქრობ ხო ადამიანების მონატრება. იმიტომ რომ ჩვენ გარეშე, ანუ არც სამშობლო არ არსებობს სიცოცხლის გარეშე და სიცოცხლე ვართ ჩვენ ადამიანები, ხო ესე? თუმცა არის კატეგორია, ამასაც მიწაც ანუ ენატრება, მიწასაც კონსტანტს მესმის მაგრამ არა, მე მიწაც მენატრება, ანუ რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება, როგორ შეიძლება რომ შენი არ გიყვარდეს და სხვა შეიყვარო, ანუ ეს არის აბსოლუტური მესმის. შემდეგი? ხო, გამომიღოთ კიდევ. შემდეგი. რა დავაფასე დღეს ისეთი, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, რა დავაფასე დრო. ანუ დრო არის ძალიან, ანუ რესურსი, ისეთი რესურსი, რომელსაც ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებ, არ არის ეს არც, ანუ ყველაზე ძვირფასია, იმაზე ძვირფასი, ვიდრე არის ნებისმიერი ბრილიანტი და რომელსაც უკან ვერ დააბრუნებ. არა, ფული, უფრო მეტია. ეს არის სიცოცხლე, ანუ ცხოვრების ხაზი არის ძალიან მოკლე თურმე, ანუ მით უმეტეს, როდესაც შენ ასაკში შევა ციფრი 4-იანი, ანუ განა ასაკში ვარ, ანუ ხვდები რა, ანუ ხალხი კიდევ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, მაგრამ ის რაც ანუ უკან დარჩა იყო ძალიან გრძელი, ანუ აცნობიერებ რომ ბავშვობა და რაღაც ანუ უკან დარჩა რა, როგორ თქვა, ანუ შუახნის ასაკი არის ის ასაკი, რასაც ხვდები რომ კარგად ყოფნა, რასაც ქვია ჯანმრთელობით თუნდაც, იმიტომ რომ ეს ფიზიოლოგია არის, ხო, ეს ჩვენ ბიოლოგია სხვა როგორ ველყოფთ. რა თქმა უნდა, მაგრამ საინტერესო უნდა იყოს. თავისთავად. შემდეგი. ყველა გავხსნათ რა. როგორ შემცვალა ჩემი გამარჯვების ისტორია. ჩემი გამარჯვების ისტორია მხალხო მე მომგვარა არანორმალური ძალა, რომ მე შემიძლია მივახციო საერთოდ ცხოვრებაში ყველაფერს, რასაც ჩავიფიქრებ. და ზუსტად ვიცი რომ ეს ესე იქნება და მე ჩემს ყველა ნაბიჯს, ანუ ყოველ წელს გრძნობა, არ ვიცი, ანუ ყოველ წელს ვიცი რა, მე ვიცი იქ, სადაც მინდა რომ ვიყო, ერთი აგური, ანუ უკვე დავდე იმ სახლზე, რომელზეც ვაშენებ. სამშაბლოს სურნელს ამერიკაში მახსენებს ყველაფერი. მაინც კონკრეტულად ისეთი. ანუ სამშაბლო რო არ მომაკლდეს, ჩემი ყოველდღიური რაციონი არის ქართული. ანუ ქართული ყველაფერი სამზარეულოში არის ქართულია. ანუ ყველაფერი ქართულია მართლა. და წიგნის თუ რამე მომეპოვება საქართველოს, ანუ ოჯახში არის ქართული და თუ კი რამეს ვისურვებდი კიდე და არ ვიცი, ანუ მე უკვე საჯაროდ დადებული მაქვს ამის პირობა გიორგი კეკელიძესთან ერთად მინდა რომ აქ ფილადელფიაში გავხსნა ბიბლიოთეკა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კიდევ უფრო არის მაგის საშუალება, რომ ამერიკაში თითქოს არავის არ აქვს მაგისტრატურის წიგნები იკითხონ, არა არიან კატეგორია, ვისაც გვაქვს რა. მე შენს გვერდით მიგული ამ ამბავში. ვიცი და ჩანს კარგი. აუცილებლად. შემდეგი. რა იყო ის, რაც ყველაზე რთულ მომენტებში ბრძოლის მოტივაციას მაძლევდა? ჩემი შვილი. რა თქმა უნდა. ჩემი შვილი, მე არ ვიცი, ანუ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მე როდესაც შვილი გავაჩინე, ანუ მე ვიყავი 20 წლის, ანუ მე თან ვიყავი ბავშვი და მე და ჩემი შვილი, ანუ მე როგორც ადამიანი და ის როგორც ბავშვი, ანუ ერთად გავიზარდეთ, ანუ მე არც ვიცი ჩვენ შორის რა უფრო მეტი, ანუ მეგობრობა თუ დედაშვილობა, ანუ მაგრამ ანუ არ ვიცი, რაღაცნაირი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული, ანუ ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობარი, ანუ ვიტყოდი ამას, ანუ ესე გავიზარდეთ, იმიტომ რომ ერთად გავიზარდეთ რა, არის ყველაფერი ერთად გამოვიარეთ მე და ჯემაშვილობა. მაგარი. რა მინდა რომ ადამიანებმა გაიგონ ჩემი გამოცდილებიდან. რა მინდა რომ გაიგონ ადამიანებმა, იცი, ანუ ყველაზე მეტად ჩემი მთავარი მესიჯი არის ის, რომ ერთ დღეს, როდესაც ინტენსიურ თერაპიაში ნიუ ჰოსპიტალის, მე ეგთან ვკითხე, რომ მეთქი მე რატო წევა რა აქ, რა დამემართა და ეგთან მომითხრა, რომ შენი დიაგნოზი არის ჰემორაგიული ინსულტი. ანუ მეთქი, ანუ რა მოხდა, ანუ
რა დამემართა და არ ნევრის მაგაგის და და მივხვდი რა ის რომ ერთ დღეს როდესაც შენ გგონია როცა ყოველდღე იღვიძებ რომ ჩვეულებრივი არის და არ არის პრობლემა ხვალაც გაიღვიძებ, ზეგაც გაიღვიძებ, მასზეგაც გაიღვიძებ, მაგრამ ეგრე არ არის. ერთ დღეს შეიძლება დამთავრდე, უბრალოდ ისე დამთავრდე, რომ არც მოგეცეს შესაძლებლობა, რომ ის რასაც იმ წუთში გგონია, რომ არასწორად დაკეთებიან ან გადმოსახედიდან, გამოსწორების საშუალება მოგეცეს. ხვდები და მე ესე ფიქრობ, რომ იმ დღემ, როდესაც აცნობიებ, რომ შენ იმის შანსი, რომ მომკვდარიყავი, იყო უფრო მეტი, ვიდრე ცოცხალი გადარჩი. საერთოდ რადიკალურად შეცვალა ჩემი მიდგომები ცხოვრების მიმართ და მე იმას ვიტყვი ყოველთვის, რომ იცოდეთ ადამიანები, რომ ყოველი დღე არის შესაძლებლობა ადამიანებს უთხრათ, როგორ გიყვართ, როგორ მისცეთ мотиваცია რაღაცაში, რომ ეს ცხოვრება არის მხოლოდ ერთი, რამდენი რესიც არ უნდა გჯეროდეს, იცი, რომელი რელიგიასაც არ უნდა განეკუთვნებოდეთ, თუნდაც მე რამდენი რეინკარნაციასაც არ უნდა გადიოდე, რაც არ უნდა ხდებოდეს, სიცოცხლე ერთი, სიცოცხლე არის უნიკალური. და ეს ემოციები ჩვენ რასაც განვიცდით, არის უნიკალური და მინდა ვუთხრა, რომ გავფრთხილდით თითოეულ დღეს და თითოეულ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს, გიყვარდეთ მართლა ერთმანეთს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ სიყვარული არის ერთადერთი ენერგია, რომელი ენერგიაც არის უპირობოდ დადებითი და არ შეიძლება რომ ამ ენერგიას მოჰქონდეს რამე ცუდი და დესტრუქციული და ომიან რაღაცა დედამიწაზე. მადლობა. შემდეგი. რა მომცა ამერიკამ ისეთი რაც ვერ ვიპოვე საქართველოში. ამერიკაში შანსი ყოველთვის გაქვს რა, როცა გინდა, მაშინ დაიწყებ, რამდენჯერაც გინდა დაიწყებ, რამდენჯერაც გინდა შეიცვლი რა მიმართულებას ცხოვრებაში. მე მყავს მეგობრები, მეგობარი, მაგალითად, რომელი მეგობარიც რამოდენიმეჯერ მოხვდა რიჰაბში, ნარკოლოგიურ გამოსასწორებელ ცენტრში, მაგრამ დღეს ის ადამიანი ძალიან წარმატებული ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ხო და იმას ხვდები, რომ ამერიკა, როგორც გინდა, ისე იცხოვრებ, შენ უნდა აირჩიო, ვინც გინდა, რა საქმეშიც გინდა იქნები წარმატებული. კი ბატონო. ჩემთვის ეს გზა უფრო განსაცდელი იყო თუ გამოცდა. ჩემთვის ეს გზა იყო გაკვეთილი. რომელმაც მასწავლა. ტრანსფორმაცია მოახდინა ჩემი ცხოვრების, უფრო მეტად დავიწყე თითოეული დღის გაფრთხილება და დაფასება და ზუსტად გავარკვიე კონტურები ცხოვრებაში, ვინ ვიყავი, რა ვიყავი, რა მინდოდა და ეს არის ზუსტად ის, რასაც ემიგრაციაში გადიხარ, ტრანსფორმაცია, სხვა არაფერი არა აქ, ყველაზე სევდიანი დღე ემიგრაციაში იყო. მითხარი. ყველაზე სევდიანი. დღეები მქონდა ძალიან ბევრი სევდიანი ემიგრაციაში, განსაკუთრებით სევდიანი იყო ბებია ჩემის გარდაცვალება, ჩემი ყველაზე ისეთი ადამიანი დავკარგე, რომელი ადამიანიცაც ვპირდებოდი, რომ ცოცხალს ნახავდი და მე ეს პირობა ვერ შეუსრულე და ასევე გარდაიცვალა მამი და ჩემი და მამაც ჩემს დასჭირდა ოპერაცია, ძალიან მძიმე ოპერაცია და ეს ემიგრაციაში, ამ ყველაფერმა, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოიტანა, იმიტომ რომ შენ იმ დროს, როდესაც იმ ადამიანებს რისთვისაც ცოცხლობ, რაც არის შენი მიზანი სიცოცხლის, იმ დროს როდესაც ყველაზე მეტად სჭირდები, რომ მათ გვერდზე იყო, შენ ვერ ხარ. შენ რაღაცნაირად გიწევს, საკეთ ადამიანობას, არ ვიცი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები დგება შენს წინაშე, რას ძალიან ცუდი ხიდი უნდა გაიარო, ძალიან ვიწრო არის გზა, რასაც გადიხარ. მაგრამ რადგანაც ჩემი შვილი არის სტუდენტი, მე ყოველთვის ესე ვამბობ, რომ ალექსანდრე ყაზბეგიც ესე არის, ხო, შენი მომავალი უნდა დააფასო, არ შეიძლება რომ მოკლა.
როცა შენი წარსული მიდის, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, კიდაც მესმის იმ ადამიანებისაც, ვისაც მშობელიც გარდაეცვლება და ემიგრაციიდან თუ არ შეუძლიათ, რომ ისინი დაბრუნდნენ, ვერ მიდიან უკან, იმიტომ რომ თუ მათი შვილი მათ გვერდზეა, ან მათი ყოფნა ემიგრაციას ეხება და სჭირდება ემიგრაციას მათი მომავლის შვილის მომავლის უზრუნველყოფა, შენი ვერ ბრუნდები, რომ შენი წარსულს გვერდში დაუდგე და ძალიან მტკივნეული არის ეს ტრანსფორმაცია, ძალიან მტკივნეული, მაგრამ შეძლებადი არ არის ის, ვფიქრობ, რომ უფრო გაძლიერებს ეს ყველაფერი და რაღაცნაირად უფრო კარგიც არის იმ ადამიანებს მე პირველ რიგში გარდაცვლილი რა ვარ ნახე, მგონია რომ სიცოცხლები მიმახსოვრებიან და კარგია ეგ. კი. როგორ ავღწერდი საკუთარ თავს ამ გამოცდილების გარეშე? მე სიმართლე გითხრათ, ჩემს პირად რესურსს, რაც მე გამაჩნია და ჩემ რაღაცებს, არ ვაფასებდი, ესე ვფიქრობ. ნაკლებად ვაფასებდი. ესე ავღწერდი, განა არ ვიყავი მარტო ხელდა, განა არ ვიბრძოდი, განა რაღაცები, მაგრამ უფრო მგონია რომ ნაკლებად ვაფასებდი ჩემს ყოველ დღეს და ჩემს რესურსს, რაც მე პირადად გამაჩნია. ეს გულწრფელად ხანდახან ბოდიშს ვხდი ხოლმე ჩემს საკუთარ თავს, ჩემ მართლა ვაფობ. ასე მგონია უფრო მეტი შემიძლია ყოველთვის ვიდრე ვაკეთებდი. მოდი გადავიდეთ მაშინ ბლიც კითხვებზე. დაგისვავ კითხვებს და შენ ძალიან მოკლედ უპასუხე თითოეულ მათგანს. მეორე შანსი, პასუხისმგებლობაა თუ საჩუქარი შენთვის? საჩუქარი. ბედნიერება ერთი სიტყვით. სიცოცხლის გაგრძელება. იყოს ორი სიტყვით. ემიგრაცია ერთი სიტყვით. წარმატება. რწმენა თუ იმედი? რწმენა. ერთი ამერიკული ჩვევა, რომელიც შეგიყვარდა ემიგრაციაში. ამერიკული ჩვევა? არ მქონდა გამახვილებული არასოდეს ჩემს ცხოვრებაში ყურადღება, როგორი ტიპის ადამიანი ვიყავი და მივხვდი რომ ვარ დილის ადამიანი და მიყვარს საუზმე. და საუზმეზე, ერთი ჭიკა შამპანური. ოკეი, პროსეკო. ვიცი. კარგი, ერთი სუპერძალის არჩევა რომ შეგეძლოს. რომელს აირჩევდი? ვიყო დედა. შენ სუპერძალა უკვე გაქვს. მეც სუპერძალა. აუცილებლად. ერთი რამ რაც იპოვე ემიგრაციაში. საკუთარ თავი პირველ რიგში. რა კარგი პასუხია. ამას არ ველოდი. მართლა ძალიან კარგი პასუხია. ერთი რამ რაც დაკარგე ემიგრაციაში. წლები, რომელიც ჩემ მშობლებთან ვერ გავატარე. რასაც ვერაფერი ვერ ჩამინაცვლებს, სამწუხაროდ და ყოველი გატარებული დღე მათ გარეშე, იგივე არის, შეუცვლელი რესურსი, რასაც მე ვერაფერი ვერ ჩამინაცვლებს, რაც წამართვა ემიგრაციამ. წამართვა ის, რომ ერთმანეთის ყურებით, დამდგმარიყავით და იმათ არ ქონებდეთ შიში, რომ ამას აქში რაღაც არ დაემართო თუ ჩვენს უნახავად და მე იმისი შიში რომ მერთო მანახე ცოცხლები. დაგენატრება ყველაზე მეტად საქართველოში. საქართველოში ყველაზე ძალიან მენატრება თბილისი და რაჭა. და ბათუმი. ბათუმი არა, კვარიათი ძალიან მენატრება. დარჩენა თუ დაბრუნება? მე ყოველთვის ფიქრობ, რომ ცხოვრება გაძლევს იმის იმპულსს, სად უნდა იყო და მე ამ წუთში თავს გრძნობ აქ და ახლა და საქართველოში თუ ვიგრძნობ იქ და იმ დროს ალბათ წავალ ან სადმე სხვაგან არ ვიცი, იმიტომ რომ ამ წუთში აქ და ახლა ვგრძნობ თავს და აქ ბედნიერი. შენი სახლი? ჩემი სახლი აქ და ახლა. აქ და ამერიკაში. მადლობა. მე არ მიყვარს ვიცხოვრო იმით, რაც ამ წუთში არ არის. იმიტომ რომ ყოველი დღე არის, იყო შანსი, იყო ბედნიერი, რომ დაინახო, დააფასო ყოველი დღის მზის ამოსვლა, თუნდაც იმიტომ რომ ყოველი მზის ამოსვლა არის ბედნიერი, თუნდაც იყოს დაფარული ღრუბლებით. იმიტომ რომ ის ყოველი დღე არის საჩუქარი, არასდროს არ იცი რომ მეორე დღე გაგითენდება თუ არა. იმიტომ იმაზე ფიქრი რომ მე ახლა იქ მინდა რომ ვიყო, ახლა თბილისში მინდა რომ ვიყო სლოვაკიის ხეზე ან რაღაცა დედაჩემს უყურებდი ან მამაჩემს, ეს მარტო მოგკლავს და ემიგრაციაში ენერგიას წაგართმევს რომ განვითარდე და უკეთესად იყო.
მადლობა, ძალიან საინტერესო რუბრიკა იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მსმენელისთვისაც და კიდევ მაქვს კითხვა შემდეგი, შენ რომ შეხვდა იმანას, რომელსაც დასაწყისში ეშინოდა ყველაზე მეტად. რა სეტყოდი მას? ნუ გეშინია, გაბედე ყოველი დღე არის, ახალი ნაბიჯი შესაძლებლობა, უნდა გაბედო ყოველთვის შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი შენ არ იცი რომელი ნაბიჯი არის ის, რომელიც იმ კარს გააღებ, რაზეც შენ აგაკუნებ მთელი ცხოვრება. ამიტომ ყოველი ნაბიჯი უნდა გადადგა ყოველ დღეს. საყვარელი ხარ. და ბოლო კითხვა მაქვს ასეთი, რა სეტყოდი იმ პაციენტებს, რომლებიც ახლა არიან ზუსტად იმ გზის დასაწყისში, რომელიც შენ გაიარა უკვე? მე ფიქრობ, რომ უნდა იბრძალა ყველაფრისთვის და თუ ერთ რაღაცას ვეტყოდი, რომ თუ ვინმეს საქართველოსდან თუ ნებისმიერი ქვეყნიდან დასჭირდება დახმარება, რომ გაიაროს იგივე გზა, რა გზაც მე გავიარე გადარჩენის, მე თანახმავარ, რომ ნებისმიერ ადამიანს, გავუზიარო ის გამოცდილება, რაც მე გავიარე კომუნიკაციის ფორმის იმ საუნივერსიტეტო კლინიკასთან, რომლებიც სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ, მე შემიძლია რომ დაგეხმაროთ ამ ყველაფერში, სრულიად უსასყიდლო და მართლა არაფერი არ მჭირდება, იმიტომ რომ მართლა ძალიან გამობედნიერებს და თუ შევძლებ იმას, რომ ვინმეს გადარჩენა შევძლო ცხოვრებაში და წამოვიდეს აქ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ის ექსპერიმენტი, რასაც ჩაატარებენ, კარგად ჩაივლის. ანას ნებართვით ვიდეოს აღწერილობაში ჩავსვამთ ანას საკონტაქტო ინფორმაციას და თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ, კითხოთ ნებისმიერი კითხვა და ანა გიპასუხებთ. ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივი იქნება იმას თუ შევძლებ მართლა ვინმეს დავეხმარო, იგივე გზა გაიაროს, მე ერთი რჩევა მაქვს, რომ არ დანებდეთ ხალხო, ყველაფერი შეიძლება რომ მოხდეს ცხოვრებაში, როგორც მე ჩემს ცხოვრებაში მოხდა, სრულიად წარმოუდგენელ დროს, კოვიდის დროს, იმიტომ რომ ჩემს თავზე, უნდა რომ ჩაეტარებინეთ ექსპერიმენტი, გაიყო ამერიკის საელჩო, მე, ჩემი შვილი და ჩემი ძმა, რომელიც მე აქ წამომყვნენ, რომ ამ ექსპერიმენტში მიმეღო მონაწილეობა და მე გადავჩენილიყავი, ჩვენ ამერიკის ვიზები მივიღეთ და შესაბამისად, შესაძლებლობების ფანჯარა ნებისმიერ დროს შეიძლება რომ ნებისმიერ ადამიანს გაეხსნას. ამის თქმა მინდა, რომ სიცოცხლე არის შეუფასებელი რესურსი და იბრძოლეთ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მე დიაგნოზის დასმაში და ამ კომუნიკაციაში ექიმთან არც ერთი ცენტი არ გადამიხდია მანამდე, სანამ არ მიხვდნენ, რომ მე ამ ყველაფერში დავეხმარებოდნენ რაღაცა პროცენტულობი და ეს პროცენტულობა იყო 100-დან 90. და ხვალ მაქვს ასევე ყველაზე საპასუხისმგებლო პროცედურა 10%-ის მოშორების გეგმა, არის ესეთი რაღაცა, მაღალ ტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდი, გამა დანა, რადიაციული დასხივების, წერტილოვანი დასხივების მეთოდი, რაც ონკოლოგიაშიც იხმარება წარმატებით, გამოიყენება ნებისმიერ დიაგნოზზე, სადაც მიუწვდომელია თავის ტვინში მსგავსი რაღაცების მკურნალობა. ზუსტად ეს პროცედურა მაქვს დაგეგმილი და ხვალ უნდა გავიარა ეს პროცედურა 10%-ს მოვიშორებ და ძალიან დიდი მადლობა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ არც აქამდე მქონია პაციენტის შეგრძნება სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ეს 10% დარდსაც რომ მოიშორებ, რომ რამე შეიძლება დაემუქრო შენს ლამაზ სიცოცხლეს ყოველგათენებულ წვიმიან თუ მზიან დღეს, მაინც მგონია რომ ძალიან კარგია და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, ძალიან მადლობელი ვარ, რომ სიცოცხლეც მაჩუქა 17 სექტემბერს, როცა პირველად 14 საათიანი ოპერაცია გავიკეთე და ხვალინდელ დღეს კიდე საერთოდ დავასრულებ ამ რაღაცნაირი უკანასკნელი 10%-იც გაქრება სამწელში, იმიტომ რომ ჭირდება მონიტორინგი, მაგრამ მე პროცედურა ერთად შეიძლება რომ ძირითადად დამეხმაროს. მედიცინა ჩატარდება ხვალ. ყველაფერი იქნება მაგრამ. ყველაფრისადაც კარგად არის, ყველაზე კიდევ უფრო კარგად. დღეს მოვისმინეთ ისტორია, რომელიც გვახსენებს, რომ ყველაზე რთული პერიოდიც კი შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცეს. სწორედ ასეთი ისტორიები გვაძლევს მოტივაციას და იმას, რომ არასდროს შევწყვეტოთ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. მადლობა ანას გულწრფელობისთვის, მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.